ეს გასვლა გავაკეთოთ ახლა საერთო მოგება. რითი შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი თქვენ პარტნიორს იმაში, რომ გააქტიურდეს თქვენთან მიმართებაში. რა არის ის? პირველ რიგში მაინტერესებს საერთოდ უნდა შეუწყოთ თუ არა ამ მხრივ ხელი და რაიმე იმოქმედოთ გულისხმობ ამას. იფიქრეთ თქვენთანაც და თქვენ პარტნიორს და საერთო გაშლა რომ გავიგოთ რამდენად თქვენია, იმიტომ რომ ყველას არ დაემთხვევა რა საკვირველია. ვინ არის თქვენი პარტნიორი გავიგოთ რა ენერგიებშია რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა თუ თქვენი არ იქნება უბრალოდ დაალაიქეთ ჩემი სიყვარულით გამოიწერეთ ჩემი გვერდი გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი TikTok გვერდი და იყავით აქტიურად დააჭერეთ ზარს რომ აქტიური ცხელი ვიდეოების გამოქვეყნებისას ეგრევე ნახოთ თქვენი პარტნიორი ახლა აჩვენებენ რომ მეცხრე მაღალ არკანშია ეს არის მარტოობის კარტი ეს არის გათვითცნობიერებული მარტოობის კარტი მარტოსული ადამიანის კარტი ასე შემიძლია ვთქვა ადამიანი რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს რომ ახლა არავის დანახვა არ მინდა და ჩემ ნაჭრში მამყოფეთ და ჩემ თავთან მამყოფეთ უნდა რაღაცა გეგმა A, გეგმა B, გეგმა საერთოდ ცხოვრებაში როგორ და საით ვივლი და ვიმოქმედებ ეს ყველაფერი გავიაზრო ჩემ თავთან, ჩემი შეცდომები წარსული გავიაზრო, რა აღარ უნდა გავაკეთო მომავალში, რომ 100 აღარ ვიარო და იგივე ასე ვთქვათ, ორმოებში არ ჩავარდე ხოლმე შეცდომების, იგივე არ შემეშალოს, რაღაცნაირი ერთგვარი საკუთარი თავის ტანჯვის მომენტი აქვს, ასე ვთქვათ, რომელიც აი მაზოხისტია თქო კი არ ვიცი, უბრალოდ ესეთი მომენტი აქვს, რაც მას უნდა რომ თავის თავთან თვითონ თავის მარტოობაში გაშიფროს, გაანალიზოს, რა შეეშალა, ვისთან როგორ უნდა იმოქმედოს, თქვენთან კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადმოდგას, რა შეეშალა, რა იყო მისი ცოდვები ბრჭყალებში და რა ვერ გაუგეს და გულწრფელობა ქონდა თქვენთან მიმართებაში. ეს ყველაფერის გადახარშვის მომენტი აქვს და ერთგვარად გააზრებული შეიძლება მარხვაზე იყოს ადამიანი იყოს თუნდაც 4 შაბათ პარასკევს მარტო კვირაში ორჯერ მარხვაზე ან სრულიად მარხვას ითავსებდეს ხოლმე ასკეზას ითავსებდეს ხოლმე აი რაღაცნაირად რა ასაკისაც არ უნდა იყოს ძალიან ბრძენი ადამიანია ეს ადამიანი სულ ვიცახი ხოლმე რომ ცხოვრებისგან ასე ვთქვათ არა ნაკლები არა ცოტა გაკვეთილები ქონდა მას ცხოვრებაში იმისთვის რომ რაღაცები ესწავლა თუმცა ეხლა მარტოობა გააზრებული შეიძლება არ დადის სამეგობრო წრეში გასართობად რაღაცნაირად უარსი ძახის გართობა, ღრეობა, კეიფი, სამეგობროსთან ურთიერთობა, თქვენთან კონტაქტი, ფიზიკური სიამოვნებები, კვებით სიამოვნებები, რაღაცნაირ ასკეზის მომენტი აქვს საკუთარ თავთან, აი რაღაცა გამოსასყიდს აძლევს თითქოს სამყაროს იმისთვის, რომ რაღაცეები შეეშალა და იგივე შეცდომები შემდგომში აღარ დაუშვას, აი რაღაცნაირ ერთგვარი მარტოობის მომენტი აქვს. თუმცა ადამიანი წარმოდგენილია სინამდვილეში ცეცხლის სტიქის მეფეთ ეს არის შეიძლება წარმოადგენს ცეცხლის სტიქიას ლომი მშვილდოსანი და ვერძის ნიშანი მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში ძალიან მშრომელი ადამიანია მეფეა აქ არ არის პრინცესა საუბარი და სპონტანურ მოქმედებებზე მას რაღაცა თავის საკუთარი საქმე აქვს შეიძლება თავის ბიზნესი აქვს თავის საქმიანობა აქვს სადაც ერთგვარი უკვე რაღაცა პრივილეგირებული თანამდებობა აქვს თავის სამუშაო რეჟიმში დამყარებული ძალიან მშრომელია ძალიან ცეცხლოვანი ტიპაჟია ვერ ისვენებს ვერ გაჩერდება ესე უმუშევარი ერთ ადგილას რაღაცას ელოდოს არა სულ რაღაცას კიდებს ხელს რომ სამუშაო რეჟიმი ქონდეს ასევე ძალიან ტემპერამენტიანია თუ ვიტყვით მის შინაგან მდგომარეობას ცეცხლი და ესე იგი მიზიდულობა არ აკლია მის პიროვნებას გაშლა არის ორივე სქესთვის შემოსაყვალებო ასევე გეტყვით რომ ორიენტაციის მდგომარეობა არის ეხლა ეს არის ორმხრივი სიყვარული ორმხრივი ემოციური ფონი ადამიანები რომლებიც უგებენ ერთმანეთს მაგრამ რაღაცნაირად აირჩია ეხლა ეს მომენტი რომ მარტო უნდა იყოს რომ არ ჭირდება ამ მომენტისთვის რაღაცნაირად ზედმეტი ემოციების გამოხატულება აი რაღაცა დათრგუნულ მდგომარეობაშია 7-იან პენტაკლით შეიძლება საუბარი იყოს იმაზე რომ
სამუშაო რეჟიმში, რომ რაღაცის მოლოდინშია ფინანსების, რაც მან თავისი დრო და ენერგია მოახმარა, ასე ვთქვათ, თავის სამუშაო რეჟიმს, თავის კონკრეტულ ბიზნესს იქნება თუ სამუშაო რეჟიმს იქნება და ამის ფინანსების ახლა წლის ბოლოა შეიძლება რაღაცა მე-13 ხელფასს ელოდება, პრემიას ელოდება, მოგებას ელოდება თავის ბიზნესიდან, საერთო გაშლაში ყოველას თქვენი გეკნებათ ახლა ეს დეტალებია. რაღაცნაირი მოსავლის მიღების პერიოდი აქვს, მაგრამ თლათ ახლა დღეს და ხვალ მიიღებს თქო ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს კარტი კიდევ მოლოდინის რეჟიმს აჩვენებს და კიდევ მოუწევს ამ ჩადებული ენერგიის მიღება, ასევე შეიძლება იყოს მიღება იმისი, რაც ჩადო მან ურთიერთობაში თქვენთან მიმართებაში, იმის შედეგი უნდა რომ მიიღოს, დაინახოს რამდენად მოგენატრებათ, რამდენად მზად იქნებით მასთან მიმართებაში ურთიერთობისთვის, რამდენს დათმობთ, რამდენს არ დათმობთ, ვინ ხართ, ვინ არის სინამდვილეში ის თქვენთვის, აი რაღაცა შეიძლება ურთიერთობაშიც იგივე განვიხილოთ, რომ აი რაღაცის მოლოდინის რეჟიმშია, რაც მას ჩადებული აქვს უკვე თავისი დრო და ენერგია და რესურსი ამ ყველაფრისთვის, აქამდე იმ ყველაფრის შედეგს ერთგვარად ელოდება რომ მიიღოს ფინანსის სახით იქნება თუ დაწინაურების სახით თუ რაღაცნაირად მოგების სახით თუ ურთიერთობაში თქვენთან მიმართებაში რომ აი შედეგს რას გამოიტანს ის რაც მან აქამდე აკეთა თქვენთან მიმართებაში აი ამის მოლოდინის რეჟიმია თუ ატყობთ რომ თქვენზეა გაშლა მაშინ წავედით რა უნდა იმოქმედოთ თუ არა მოდი ჯერ ამასთან მიმართებაში თქვენ ანუ უნდა გადადგათ თუ არა პირველი ნაბიჯი აქტიუროთ თუ არა იმიტომ რომ ადამიანი ახლა აჩვენებენ რომ თავის ნაჭუჭშია და მარტოობაშია არა არც ერთ ვარიანტში აქ ემოციები უნდა დატოვოთ და ემოციებისგან თავისუფალმა არ ჩაერთოთ არანაირ კონფლიქტურ სიტუაციებში იმიტომ რომ არაფრის მომტანი არ იქნება ხუთიან ჟეზლით ეს უაზრო ხმლების კი არა და უაზრო ჟეზლების ქნება იქნება რასაც შედეგი არასდროს არ მოაქვს და რაღაცის მტკიცება რეჟიმი თუ გაქვთ რომ აი რაღაცა დაუმტკიცოთ რომ თქვენ ხართ მართალი რომ თქვენი აზრია რომ ამ გზაზე უნდა იაროთ ერთად ყოველას თქვენი გაქვთ ეს დეტალები ეს იქნება უაზრობა უაზრო დროის და ენერგიის ხარჯვა აბსოლუტურად უნდა განთავისუფლდეთ ემოციური ფონისგან და პირიქით თუ ადამიანი კონტაქტზე არ გამოდის აცადეთ მოიფიქრებს გაიაზრებს მიხვდება რა და როგორ არის აი ეს პერიოდი მართლა 7-იან პენტაკლიც რაც გვიჩვენა კარტმა უნდა მისცეთ მას დრო ამოსუნთქვის თავის თავთან გააზრების ამ სიყვარულისაც ამ სიყვარულში ჩადებული ენერგიებისაც უნდა თუ არა მას რომ კიდევ ეს სიყვარული გადავიდეს ახალ ეტაპზე და რაღაცნაირად თვითონ უნდა მიხვდეს თვითონ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე თქვენ აბსოლუტურად არ უნდა ჩაერიოთ 21 მაღალი არკანით აჩვენებენ რომ ეს არის პერიოდი რომელიც ერთი პერიოდი სრულდება თქვენ ცხოვრებაში და უნდა აცადოთ ადამიანს გაიაზროს კიდევ მეორე და აბსოლუტურად არანაირი ჩარევები როგორც აჩვენებს თქვენი მხრიდან საჭირო არ არის ემოციები დატოვეთ რეალურად შეხედეთ სიტუაციას რეალურად შეხედეთ ადამიანი რას ითხოვს კი არ მოусმინოთ მარტო გაიგეთ კიდევაც ანუ ეს მარტოობა ამ ადამიანს ჭირდება ეხლა და თქვენი ჩარევა იქნება აბსოლუტურად მომტანი არაფერი კარგის მე 20 მაღალი არკანი იუსტიციით მინდა გითხრათ რომ ეს არის ურთიერთობის აღდგენის პერიოდი რომელიც დრო მოვა და აღდგება ყველა ვარიანტში იმიტომ რომ ეს არის მაღალი არკანი და ეს არის მკვდარი ურთიერთობის აღდგენის მომენტი დააპდეიტდება თუ რაღაცა შეცდომები იყო გაანალიზდება მისი მხრიდან თქვენი მხრიდან ანუ ამისკენ უნდა მიმართოთ გაიაზროთ თქვენი შეცდომები ეს ადამიანი თავისას გაიაზრებს მიხვდებით რა შეგეშალათ თქვენ და რა მას და რა უნდა მიუტევოთ და აპატიოთ ერთმანეთს და იგივე აღარ გაიმეოროთ რომ კრიზისული მდგომარეობები ურთიერთობაში ყველას აქვს აბსოლუტურად ცხოვრებაში ისე არ არსებობს არავინ, მაგრამ ეს კრიზისები რომ ნაკლები იყოს თქვენ ურთიერთობაში უნდა გაიაზროთ. დრო მოვა და სამყარო ესე იგი მკვეთრითაც რომ მოგიწიოთ ცუდად ნუ გამიგებთ ყოფნა, აი რომ ვიფიქროთ უკვე რომ ეს ურთიერთობა მოკვდა და აზრი აღარ აქვს, არაფერი აღარ იქნებაო. მე-20 მაღალი არკანი და ეს არის მაღალი არკანი, რომელიც თავის საჭირო დროს დააპდეიტებს ამ ურთიერთობას ისე როგორც მაღალ ძალებს აქვს ჩაფიქრებული რომ ერთად იყოთ. ყველა ვარიანტში ადამიანი თქვენთვის არის საბედისწერო რა ურთიერთობა და რა მდგომარეობაც არ უნდა გაგრძელდეს. თუ მაინც გინდათ რომ თქვენ იმოქმედოთ, როგორ უნდა იმოქმედოთ მაშინ?
იუსტიცია ვაჩვენებენ, მაღალი არკანი, ეს არის სამართლიანად, უნდა კანონიერად, სამართლიანობა თქვენი ნამუსი და სინდისი, რის საშუალებასაც მოგცემთ, ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, მაგრამ ადამიანი გამოჩნდება და მოვა თქვენთან. ჟეზლის პრინციპით ეს არის სწრაფი გამოჩენა, შეიძლება სრულიად